ავერსში ჩვენი ერთგული მომხმარებლები დავიბარეთ, რომელთაც გრანდიოზული საჩუქარი უნდა გადავცეთ. მათ კი არ იციან, რა საჩუქარი ელოდებათ. თქვენი აზრით, რა არის აქ მოსვლის მიზეზი? საჩუქარი. რაღაც საჩუქარი. აზრზე არ ვარ, რა არის? არავინ არაფერი იცის. ვერავინ ვერაფერს ხვდება გარდა ერთისა. ავერსი რაღაც დიდ სიურპრიზს ამზადებს. წინ რაღაც დიდი სიხარულია. კრუასანი. ალბათ კრუასანი. პირველი რაც გავიფიქრე, პარისთან ასოცირდება, საფრანგეთთან. ჩვენთვის პარისთან ასოცირდება. საგზობთან. თბილა, კრუასანი და ფინჯანი ყავა. რა თქმა უნდა, ექსკლუზიური პარიზული არომატით. ჯადოსნური პარიზის ასოციაციით. სენის სანაპირო და მონმარტრის ბილიკები, ეიფელის კოშკი და ტრიუმფალური თაღი. მონალიზას მრავლის მეტყველი ღიმილი და იდუმალებით აღსავსე ნოტრდამი. ანუ ოცნების ჯადოსნური ქალაქი, სადაც მოგზაურობის შესაძლებლობა სულ შემთხვევით ავერსის აფთიაქში ერთი შენაძენით დაიმსახურე. ავერსის ერთგულებისთვის. უკვე ნახო? შეიძლება ხო? პარიზზე ვიждები. ვაუ, ემოციონალურია. დღეიდან ალბათ გავუჯერებ იმას, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება. დიახ, სასწაულები ხდება და ერთმა ჯადოსნურმა შენაძენმა შეიძლება მთელი ცხოვრების დაუვიწყარი თავგადასავალიც გაჩუქოს. სწორედ ისე, როგორც ეს ავერსის მომხმარებლების შემთხვევაში მოხდა. ყველაფერი კი, როგორც უკვე გითხარით, ავერსის სააფთიაქო ქსელში ერთი ევროპული პროდუქტის შეძენით დაიწყო. დადგა დრო დღე უფრო სწორად ეს ბედნიერი დღე, როდესაც ჩვენი იღბლიანი დასაჩუქრებულები, ავერსის მომხმარებლები გაემგზავრებიან დღეს უკვე პარიზში და მე მინდა მაინც გავაკეთო ესეთი შეხსენება, რა დროს ხდება ეს დასაჩუქრება ჩვენი მომხმარებლების. ანუ მომხმარებლები, რომლებიც პირველი რიცხვიდან 15 რიცხვის ჩათვლით არ აქვს მნიშვნელობა, რაც შეიძენენ, აი საკმაოდ მრავლად გვაქვს ავერს ევროპული ბრენდები და აი ამ ევროპული ბრენდებიდან თუნდაც ერთ პროდუქტს თუ შეიძენენ, შეიძლება აღმოაჩინონ რომ გახდნენ ამ არაჩვეულებრივი საჩუქრის ფლობელები ამ ევროპული თავგადასავლის და მართლა თავგადასავალია დაუვიწყარი და ვფიქრობ ამ ჩვენს პირველ დასაჩუქრებულ 5 ადამიანს, რომელიც 5 ასევე თავის ოჯახის წევრს და ძმას ან ვინმეს, ვისაც მას სურვილი აქვს გაემგზავრება და სწორედ ის 10 ადამიანი დღეს უკვე მიემგზავრება პარიზში, ვფიქრობ მართლა დაუვიწყარი იქნება. ჩვენ გავწერეთ ჩვენი გეგმა, ვაპირებთ ძალიან ბევრ ადგილას წასვლას, მათ შორის დისნეილენდში და მოკლედ დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრ რაღაცას დავათვალიერებთ და ერთად გადავივლით ამ ევროპულ თავგადასავალს. ვიცი რომ ეს დასაჩუქრებები გრძელდება და ვუსურვებ ბედნიერ მოგზაურობას შემდგომ მონაწილეებს. როცა დაჯერება გიჭირს, მეტიც როცა გგონია რომ ვიღაც უბრალოდ გეხუმრება და გეშინია გაწმილების, იმედგაცრუების. ამ დროს კი ყველაფერი ისია, ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც რომ ვერ წარმოიდგენდი. პირველად როცა დამირეკეს და უპასუხე და მითხეს რომ რაღაც მცირედი საჩუქარი გვაქვს, მაგრამ მასშტაბური და ადგილზე უნდა მოხვიდეთ. არ მეჯერა რა თქმა უნდა, ყველგან გადავამოწმე ვინ მირეკავდა, სად მუშაობდა რაღაც მსგავსი ინფორმაცია, რომ დავრწმუნდი რომ მართლა ავერსში მუშაობდა ესა და ეს პიროვნება. მერე მივწერე ჩემი მეილი და მერე ინფორმაციაც რო ავერსის მეილით მოვიდა და რაღაც მე დავიჯერებ. და რომ მივედი იქ ხო, საერთოდ ისეთი ემოციები მქონდა. ავერსიდან რომ დამირეკეს, მართლა ვერ დავიჯერე, იმიტომ რომ თან არც მახსენდებოდა თუ რამე გათამაშება იყო. და თან რომ მითხრეს რაღაც დასაჩუქრებული ხარო, პირველად იყო ჩემ ცხოვრებაში, როდესაც რამით დავსაჩუქრდი, მოკლედ არ ვიცი. და მართლა ვერ ვიჯერებდი, რომ რა შეიძლება იყოს. თან არ მეუბნებოდნენ ტელეფონში და ისე დაემთხვა, რომ ისე მქონდა მეც მეორე დღის გეგმები გაწერილი, რომ ვერ მივედი გადაღებაზე და მე მითხრეს ტელეფონით, რომ ეს იყო პარიზის საგზური და არ ვიცი მართლა დაუვიწყარი ემოციები იყო, ძალიან დიდი მადლობა ავერს ჩემი ოცნების ასრულებისთვის, იმიტომ რომ სულ მინდა და პარიზში მოგზაურობა მართლა გეგმავდით და თან ესე მოხდა, რომ ახალი წელი 2025 წელი მართლა დაიწყო ესეთი დიდი საჩუქრით და იმედი მაქვს, რომ ესეც გაგრძელდება და მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ, ვინც დაიჯერა, გაატარეს და პარიზის საგზურითაც დააჯილდოვეს. და აი, მოგზაურობაც იწყება. აღმაშენებლის 148
ავერსის ოფისიდან თბილისის აეროპორტში. აქედან კი ევროპის ყველაზე რომანტიულ ქალაქში. ავერსის ევროპული თავგადასავლის პროექტში გამარჯვებული 10 ადამიანი 5 დღით ესტუმრება პარიზს და მთელი სისავსით იგრძნობს იმ გაწყობასა და დღესასწაულს, რომელიც გულში სამუდამოდ დარჩება.